არამედ 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, კარატე, ცურვა. უკვე 4 წელია დავდივარ კარატეს. და უკვე დავიმსახურე ყვითელი ქამარი. მახსოვს პირველი დღე კარატეზე რო შევედი. პირველ დღეს რო შევედი, ცოტა ნერვიულობდი და ბავშვებს არ ვუცნობდი. მასწავლებელმა გავახურა და დავიწყეთ ილეთების სწავლა. უკვე ვიცი დაახლოებით 900 ილეთი კარატეში. ეს გახარხელებს არტყა მე ფეხს თავში ტრიალებ და ისევ ფეხი თავში. ეს არის ჩემი საყვარელი ილეთი. უკვე მქონდა ძალიან ბევრი შეძლებული. ძალიან ბევრი ჩემპიონატი მოვიდა. ჩემპიონატი იყო ბათუმში და ეს იყო მაგი დიდი დარბაზი, ჩხუბობდით რა და როცა უკვე დავიწყოთ პირდაპირ კორტიალი გავაკეთე, თავში გავუტანე, მეორეჯერ უნდა იყო მოვატყუე და თავში გავუტანე და მესამე უკვე ცოტა ჩხუბე და მე იმას უნდა ჩემი ილეთი გაეკეთებინა კორტიალი და მაგრამ ვერ გამიტანა ვაზარი და მე დავიფარე და მე ისევ მოვატყუე. ჩემი მიზანია რომ შავი ქამარი მქონდეს და სოფლიო ჩემპიონი ვიყო. ჩემ კარატეს მასწავლებელს ჰქვია ლევანი ცინცაძე. ლევანი მასწავლებელი არის ზრულვერი, კეთილი, შრომის მოყვარე და ჭკვიანი. აქვს დამსახურებული შავი ქამარი. ლევანი მასწავლებელს რო ესპანიკო 50%-ით მოვუგებ. კარატეში რთულია ვარჯიში, მარტივია გახურება. ასევე ძალიან მიყვარს ცურვა. უკვე 3 წელია დავდივარ ცურვაზე. ცურვა ესე კარგად ვიცი რომ ბუნეუკამდე მიუცურავ. ცურვაზე მოსწავლე ზურგზე წოლა და სწრაფი ცურვა. წყლის ქვევით შემიძლია გავჩერდე 1 წუთი. წყლიზევით 2 საათი. კი, მაგრამ მე არ ყოფილვარი კაი, იმიტომ რომ დიდების. ცურვაზე ჯერ ჩემპიონატი არ მქონია, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. ჩემი აზრით დავიჭერ მეორე ადგილს. იქა გარდიან მხოლოდ ისეთები, ვინც კარგად იციან ცურვა და მე შეიძლება და მე ცურვის დროს ხანდახან თავი ჩამოქვევი და ვერ იმანშობ, მაგეთო ვერ დავცურავ სწრაფად ძალიან. ამიტომ გქონია რომ მეორე ადგილს ავიღებ. ცურვაში რთულია ზურგზე წოლა. მარტივია მუცელზე ცურვა. ცურვაზე კიდევ ვაპირებია რომ 1 წელი. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ ხორუმში. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია იგი. მე მინდა ვისწავლო თიურული და ხორუმი. ერთხელ კონცერტი ვქონდა ანტალიაში. გზაში ვიხალისეს და ძალიან კარგად ვიცეკვე. დავიყავეთ პირველი ადგილი და ამაღად ჩამოვედით ბათუმში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რო შევედი. მახსოვს და რომ ვერ ვაკეთებდი ეს და როტეიროდი. იმიტომ რომ ვერ ვაკეთებდი. მე გავაკეთე ეს ილეთი ძალიან კარგად. ჩემ ცეკვის მასწავლებელს ჰქვია ირაკლი. ირაკლი მასწავლებელი არის ხიარული, მაგრამ კაცრი. მაქვს ჩემი ცეკვის ფორმა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე კარატის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მცურავი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ვქნები დამოუკიდებელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და მეგობრები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკო მამაყმაძე. ყველაზე სელხია მათე ჭაღალიძე. ყველაზე ჭკვიანია ადელ რამიშვილი. ყველაზე მშვიდია მარიამ ცივაძე. მე ვარ ყველაზე ძლიერი, სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია დალი დავითაძე. იმიტომ რომ ძალიან კარგი ქალია, მზრუნველია, შრომის მოყვარია. და ძალიან უყვარს ბავშვები. სამგზავროდ მინდოდა წავიდე ესპანეთში. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 3 და. კიდევ მინდა ვყავდეს 2 ძმა. ჩემი უფროსი და არის 24 წლის და ჰქვია მარი. მარი არის ხიარული, ლამაზი, ჭკვიანი. ჩემი მეორე და არის 17 წლის და ჰქვიანია. ნია არის ხალისიანი, ბრაზიანი და ლამაზი. მესამე და არის 14 წლის და ჰქვია პაოლა. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი და ყველაფერს გაკეთება იცის. დედიკო არის ლამაზი და ბრანჭია. არის ძალიან ჭკვიანი და შრომის მოყვარე. აკეთებს ძალიან გემრიელ საჭმელებს.
ჩემი საყვარელი საჭმელია ქადა და კარბონარა. მიყვარს კითხვა თუ წიგნის საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიოს თავგადასავალი. ასევე ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება. ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. ჩადოსნური ჯოხი რომ მქონდეს სოფლიოში ბოროტებას გავაკროდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ჰალკის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებასაც შეკითხვას. რა არის მეზზე ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ჩადოსნური ჯოხი. ბედნიერება არის ყველაფერს რასაც გინდა იმას გააკეთებ სიბოროტის გარდა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.